როცა ეგრისის ისტორიაზე ამბობენ, არავინ არ ამბობს, არასდროს არ ამბობს ხასარუსავს. პირველი ევროპული სასამართლო ჩატარდა ჩვენთან ნაქალაქებში. როცა მეფე მოუკლეს გუბაზ მეორე სენაკელებს, ანუ ეგრისელებს მოუკლეს, მაშინდელმა კეისარმა გადაწყვიტა, რომ მკვლელები გაესამართლებია ისევე როგორც ასამართლებდნენ ამას ევროპაში. მოავლინა მოსამართლე, მოავლინა ხმამაღლა მოსაუბრე, რომ ხალხს გაეგო როგორ ასამართლებენ, ჩაატარა პირველი სასამართლო და ასე ვთქვათ, უჩვენა კოლხებს და უჩვენა საქართველოს თუ როგორია ევროპული სასამართლო. იქ დაიკითხა როგორც ბრალდებული და სხვები და ეს ხმამაღლა მოსაუბრე ამას გადასცემდა კოლხებს, რომლებიც შეგროვილი იყვნენ და ითხოვდნენ დამნაშავის დაჟას. და კიდევ ერთი ეგრისთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც არ შემიძლია არ მოყვე, ეს არის ფაზისის აკადემია. აი, ეგრისში მოღვაწე ორი უდიდესი ფილოსოფოსი, ორი უდიდესი მჭერმეტყველი, აიეტი და ფარტაზი, სწორედ იმ სასწავლების ეგრისის აკადემიის აღზრდილები იყვნენ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს შემდეგ ჩვენს ორიენტაციაში. ჩვენ მივხრობოდით ირანს, თუ მივხრობოდით რომაელებს და საბოლოოდ მაინც ქრისტიანული ქვეყნისაკენ გაიხედა კოლხეთმა, მაშინდელმა ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა და ჩვენ ისევ ისკენ ბიზანტიისკენ გავიხედეთ და მათთან დავამყარებთ ურთიერთობა, იმიტომ რომ ირანელები თავისი სარწმუნოებითა და თავისი ყოფა-ქცევითა და ტრადიციებით მაინც არ ესადაგებოდა ჩვენს ყოფასა და ცხოვრებას. პატარა ლამაზ კოხტა კოლხურ სენაკს ისეთივე ლამაზი წარსული აქვს, როგორც თვით ქალაქი გახლავთ. მე მინდა წარმოგიდგინოთ სენაკი, როგორც რკინიგზის ირგვლივ გაშენებული ქალაქი. იმიტომაც რომ 1858 წელს, როცა შეიქმნა ახალი სენაკი, სულ მალე 12 წელიწადში გაშენდა რკინიგზა, გაყვანილი იქნა ფოთი ზესტაფონის რკინიგზა და სადგურის გაშენების შემდეგ ქალაქი ძალიან გაფართოვდა. რკინიგზის სადგური, სადაც დღეს დგას იქ არ იყო, არამედ ხის ორსართულიანი რკინიგზის სადგური იყო გაღმა მეორე მხარეს. როცა გაფართოვდა ქალაქი, შემდეგ გადმოიტანეს ის აქეთ ამ მხარეს და ის მაკეტი, რომელიც დღეს არის რკინიგზის გაშენებული, ის პირველი მაკეტია, ის შემდეგ განახლდა და დღეს წარმოდგენილი გვაქვს როგორც ძველი სადგურის მაკეტის სახით. 1908 წელს ერთ-ერთმა აზნაურმა ეს მანქანა მოიყვანა ევროპიდან, შეისყიდა მან და საკუთარი ნათესავებისის საჩვენებლად ძღოლთან ერთად ჩამოიყვანა სენაკში და რბოლა მოახდინა ქალაქში. მთელი ქალაქი გამოვიდა მისი თავადაზნაურობით, გლეხობით და არსებობს სურათი, სადაც ეს გლეხობა უყურებს
ამ მანქანას როგორც ერთ-ერთ პირველს 4 ბორბალზე შემდგარ მანქანას. ძალიან დიდი წარსული აქვს სენაკს, ბრწყინვალე წარსული აქვს სენაკს, ის პატარა მონაკვეთი, რომელიც მოგიყევით, შეიძლება საათობით ილაპარაკო, მაგრამ ასე დავჯერდეთ დღეს ამას და სხვა დროისთვის ვილაპარაკოთ სხვა თემებზე. თქოს ადვილით არის და ძნელით არის ჟიულიზე საუბარი. ეს ის კაცი იყო, რომელიც მართლაც ქვეყნის აღშენებლობისათვის, ქვეყნის სიკეთისათვის იყო დაბადებული. ჩვენ პატარები ვიყავით ერთმანეთი რომ გავიცანით. მაქსიმ გორკის სახელობის მეორე საშუალო სკოლა ერქვა ამ სკოლას სახელად. დღეს ის ჟიულის სახელს ატარებს. უნიჭიერესი კაცი, რომელმაც ყველა საგანი ერთნაირად იცოდა. კაც რომელსაც მოვა შეეძლო, სიყვარული შეეძლო, გვერდით დგომა შეეძლო. ამიტომ სკოლაში ის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, როგორც მასწავლებლებთან, ისე ჩვენთან. ჟიული ღირსეული კაცი იყო. ის მე-20 საუკუნის ცოტნე დადიანია, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია საქართველოს შეალია, ქვეყნის სიყვარულს შეალია და როცა საჭირო გახდა, მან სიცოცხლეც გასწირა ქვეყნისათვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კაც, რომელსაც ეუბნებიან სახელმწიფო მეთაური ტოვებს ადგილს, სოხუმზე ვლაპარაკობ, და ეუბნებიან, რომ წამოვიდეს, აზერბაიჯანზე გაჩერდეს, ის არ მიდის. არ წამოვიდა და თავის თანამშრომლებს ეუბნება იმას, რომ როდესაც მთავრობის სახლი დაეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე საქართველო დამარცხებულია. მართლაც იქნა ასე, რომ როცა უცხოელთა დრო შეაფრიალდა და მთავრობის სახლი დაეცა, ტერის ოჯახებში გადავიდა და სასწაული შედეგით დამთავრდა ყოველივეს. ეგზიუპერი ამბობდა, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ჟიული შარტავაც თავისი ბავშვობიდან მოდიოდა. მისი ცხოვრებისეული კრედო, ის თუ როგორ გზა განვლო მეწინა განაპირობა ოჯახმა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და წელს ბატონს ჟიული შეუსრულდა 80 წელი. ის იყო სენაკელი, ჩვენ ყველანი ვამაყობთ ამით, მისი სენაკელობით. და მისი სახელიც, რომელიც მამან დაანათლა, ჟიული, სრულად ახდა, მეგრულად ჟიული ნიშნავს მაღლა, თუმცა ეს სახელი ორმაგი გაგებით ასრულდა. ბატონი ჟიული მხოლოდ 59 წელი იცოცხლა და მიაღწია ყველა სიმაღლებს. მე-7 კლასში იყო ბატონი ჟიული, როდესაც შეუყვარდა მისი პარალელური კლასელი. ქალბატონი ლიანა ჯალაღონია, მე-7 კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი და მათ სიყვარულზე გასაოცარ ისტორიებს ყვებოდნენ. რაც შეეხება სენაკში ბიუსს, ის დაიბადა 1997 წელს და მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე გიორგი შვაცაბაია. ეს ფოტო გადაღებულია ზუსტად ამ ბიუსის გახსნის დღეს, ძალიან ტრაგიკული ფოტოა. ხედავთ ბატონი ჟიულის ბიუსტი, დედა ქალბატონი ფენია და ბატონი ჟიულის შვილიშვილი, რომელიც მისი დაღუპვის შემდეგ დაიბადა, ასევე პატარა ჟიული. ანუ ცხოვრება გრძელდება შარტავების ოჯახში. Yardım tabii. İyi tane hayvanı da sultayım.
დედა. თეური გომწიმინდა ინა. აბე თეური გომწიმინდა ხვალ. ცუდი ამიდი გოგუშინა ლამარა ღუმა ჭვინდუო? კი. ჭვინდუ ვარო, უკვე დასვენდი? ბატონო. რომელ საათზე გამოხვედი მეთქი, დასვენდი მეთქი? არა, მეთქი მაყოსვია, მე 5:30-ზე ვიყავი. მორჩას გამანდელი მუშაობაში ვარ. მოდი. კარგია. დღევანდელი სამშობლო კომპანია არქეოპოლისის ისტორია იწყება შემდეგნაირად. დაარსდა 1991 წელს, როგორც საავტო-სატრანსპორტო საწარმო. მოხდა მისი ფორმირება ასეთნაირად: საავტომობილო გზების მშენებლობის, ტრანსპორტის და მექანიზაციის გაერთიანება და ფუნქციონალურად, როგორც გახსენეთ, დაგვევალა ესე იგი მშენებლობის ფუნქციები. 87 წელს, როდესაც უკვე კოოპერატივი და შემოვიდა უკვე კერძო მესაკუთრული ტენდენციები, შეეცვალა სახელი ამ მშენებლობას და დაერქვა აგროსამშობლო ფირმა სენაკი. პრივატიზაციის შემდეგ დაერქვა ამას სახელწოდება არქეოპოლისი, იმდენად ტერიტორიულად არქეოპოლისი თქვენთვის ცნობილია. ეს იყო ჩვენი ისტორიული მხარე აქ, ნაქალაქების ციხესიმაგრესთან დაკავშირებული და ამდენად ის ისტორიული სახელი დავარქვით ამ არქეოპოლისს. თქვენ ადგილზე იხილეთ ჩვენი მუშაობა პროცესი, ჩვენ ვახდენთ, ანუ მიზანი არქეოპოლისის მუშაობის, რაში მდგომარეობს, იწყება წიაღისეულის მოპოვებით, ქვიშახრისის გადამუშავებით დანადგარ მოწყობილობამდე, დანადგარ მოწყობილობაში ხდება სხვადასხვა ფრაქციებით მისი გადამუშავება, გარკვეული ნაწილი მიეწოდება ასფალტო-ბეტონის ქარხანას, გარკვეული ნაწილი მიეწოდება ბეტონის ქარხანას. ჩვენ ორივე სახის სამუშაოებს ვასრულებთ. ეს არის გზის დაგების სამუშაოები, როგორც რკინა-ბეტონის, ასევე ასფალტო-ბეტონის სამუშაოები. დღეისათვის არის 400-მდე მუშახელი დასაქმებული საწარმოში, ყავს კვალიფიციური როგორც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ასევე მუშახალხი. არა გვაქვს არავისთან, არა ვართ არავისზე დამოკიდებული, არქეოპოლისი არ არის არავისზე დამოკიდებული. რაიმე სატრანსპორტო საშუალებებით და დანადგარმოწყობილობით და ან კიდევ მექანიზმებით, ასე რომ ყველაფერი გაგვაჩნია და უზრუნველყოფილია
მუშაობისათვის. აი რასაც ხედავ, ეს ტერიტორია მთლიანობაში მოიცავს 25 ჰექტარს სოფლისათვის. აქ არის განლაგებული, როგორც მოგახსენეთ, კინაბეტონის გადამამუშავებელი, ესე იგი პოლიგონი, ასფალტბეტონის ქარხანა, დანადგარ მოწყობილობები, მაგრამ წინა ნაწილში გათვალისწინებული გვაქვს 3 ჰექტარზე, ესე იგი ტურისტების მოზიდვის მიზნით გავაკეთოთ დასავლეთ საქართველოში სამეგრელო ზემოსვანეთის მხარის ტურისტული ცენტრი. $1952-ში შემიყვანა დედაჩემმა ფეხსაცმლის შემკეთებლად. 70 წელია სულ მუშაობა, 72 წელია სულ მუშაობა ამ ხელობას. ყველას კარგად მემსახურები, ყველას მაყოფილია ჩემგან. 2-3 კვერცხს წავიღებდი ქალაქში. უნდა აფიციანკის მივცემდი 3 კვერცხს და რა მოგცევა ახლა ამაზე მომეტყოდა. პური მომეცი მეთქი მეტყოდი. უნდა პურს მომცემდა დაჭრილებს თეთრის და შავის. ამას წამოვიღებდი შევჭამდი და ამით გაჭირებულად ვისწავლე ეს ხელობა. გამისრიალდა ფეხი, ცოტა თოვლი იყო და გამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. უნდა ახლა ველოსიპედით არ დავდივარ, თორემ ველოსიპედით დავდივარ ზონ. უნდა ახლა მარშრუტკით დავდივარ. დროა უნდა წავიდე. და
ნანაია ნანაია ნანინა ნანაია სირასკანი გოლიცარო გურსუან მახარხვალუკუ უკიმინა მუღოლუა აშოკი მიქვა კვალიდო უშაკოგი ხუთოლუა სასმი პოჯინი მუნაპაკუ კომიძიცუს განიცალო გოლები გახვიცინუ სირასკანი თოლიცალო გოლები გახვიცინუ სირასკანი თოლიცალო ნანაია ნანაია ნანინა ნანაია სირასკანი თოლიცალო ნანაია ნანაია ნანინა ნანაია სირასკანი თოლიცალო სირასკანი თოლიცალო ელარჯის გაკეთებარი მოკლედ ტრადიცია სამეგრელოში ვაჟკაცობა აი როგორც იტყვია ბებია ჩემი იტყო და ელარჯის აკეთებია ვაჟკაცია ამოუნდა ამოვიდეს ვიქნა ნახო ჩემი სიბაშკაცება როგორი იქნება აუცილებლად იქნება აბა ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ეკში, სენაკის რაიონში, სამეგრელოში. ეკი ნიშნავს, რომ ვთარგმნოთ ქართულ ენაზე, მაღლობს, ესე იგი, მაღალზე ვიმყოფებით აღმართს, ხო. და ეს სოფელი არის ჩემი დედულეთი, ესე იგი, ჩემი ბებია წარმოშობით გოგუცა ადამია იყო აქედან, ჩემი გამზრდელი ბებია, ასე მოვიხსენიებ მაგას და მე როგორც სოხუმში დავიბადე, გავიზარდე ბავშვობაში, ჩემ მშობლებს სულ ამოვყავდი აქ სოფელში. და აქედან რაღაც ეს სიყვარული დამრჩა ამ სოფლის. 2013 წელს, რა ვიცი, ასეთი სურვილი გამიშთა, ალბათ უფლისნებით იყო ეს ყველაფერი. რაღაც მომეცა სურვილი, რომ აღმედგინა ეს მონასტერი. ღვთის მადლით ეს ტაძარი აღდგა. რომ გამოვითხოვეთ, გურთხევა და ეს საძირკვლის აღდგენა დავიწყეთ, გამოჩნდა ეს ძველი ჩუქურთმიანი ქვა. ის შენობა არის მთლიანად აღდგენილი, ხო? აი საძირკვლის ზემოთ. ის ქვა გამოჩნდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იქ კარი იყო და იმ კარის თავზე იყო, თავის ადგილას დაუბრუნდა ეს ქვა. 100 წელი მაინც აქ ჭირვალოს არ ყოფილა. სანამ ჩვენ პირველი წირვა ჩავატარეთ. და პირველად წირვა ჩავატარეთ სადღაც 16 წელს
კანკელის გარეშე ძველებურად კანკელი არ იყო და ღია საკურთხეველი იყო და ღია საკურთხეველში ჩავატარეთ პირველად წირვა. და იმის მერე პერიოდულად ვატარებდით ხოლმე დღესასწაულებს. მონასტერი ეს ტაძარი არის იოან ნათლისმცემლის შობის სახელობის, ამ დღესასწაული არის 7 ივლისი ახალი სტილი, ძველი სტილით 24 ივნისი და ისტორიულად ეს დღე ითვლება ამ სოფლის დღესასწაულად. ანუ ნათლისმცემლის სახელობის არხენარი ეძახდნენ სხვადასხვანაირად ეძახდნენ ნაციმციმლობას ეძახდნენ ან ნათლისმცემლობა. ივანა ხვამას ეძახდნენ, ანუ ივანეს სახელობის ხო იყო. ივანობა ქვია მეგრულად, მას ქვია ივნის, ქვია ივანობა მეგრულად და ივანა რახან ივნისში ხდებოდა და ივან ნათლისმცემლის სახელობის იყო, ივანა ხვამას ეძახდნენ ამ სოფლელები ამ დღესასწაულს. ანუ 24 ივნისი იყო დღესასწაული ამ სოფლისა. უგზობაში უფრო მეტი ხალხი მოდიოდა ვიდრე გზის გაკეთების მერე, რატომღაც ესე დაფიქსირდა და ვიხუმრე კიდევ რაც რომ მეთქი იქნება ხوار დავანგრევია ძეგლს და რომ იქნება ამოვიდეს ხალხი. რაც უფრო იოლი გახდა მოსვლა, მით უფრო იყო ხალხმა და სურვილი ჩვენი ის არის რომ საქამდე მოყვანილი საქმე გაგრძელდეს. ვერ მონაზური ცხოვრების ისტორია არ არის. ეს სადღაცას 1-2-3 საუკუნის იქ გაზარდეს, იცი, შეიძლება ტაძარი ფუნქციონირებდა, მაგრამ მონასტრის ცხოვრება და არადა მონასტრის ცხოვრება ყველაზე მთავარი. იმ მონასტრებზე დგევართ საბოლოოდ ჩვენს უყვარანი, ხო, ეს ერთი სამგებლობა ძველი ქვეყანა, იმიტომ რომ მათ ფოცვაზე ვდგევართ. ინებებს უფალი და ისე აღორძინდება. ჩვენ ვიმყოფებით თეკლათის დედათა მონასტერში. თეკლათის მონასტერი პირველი დედათა სავანეა სამეგრელოში, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ისტორიაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე. დედებს მრავალი სიძნელე და გაჭირვების გადალახვა უწევდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც თავდადებით მოღვაწეობდნენ. ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და ადრე აქ იდგა ძველი წმინდა გიორგის სახელობის პატარა ბაზილიკა და მის ნანგრევებზე დედებმა თავიანთი თავდაუზაგვავის შრომით და ალექსი ბერის უშუალო მონაწილეობით აშენეს ეს ტაძარი. თეკლათის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება უკანასკნელი საუკუნეების გამორჩეული ქართველი წმინდანების სახელს, როგორებიც იყვნენ ღირსი მამა ალექსი სენაკელი-შუშანია და იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე. უშუალო წმინდა გაბრიელის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა მონასტრის პირველი კრებული ამ მონასტერში, თეკლათში, იმიტომ რომ თავდაპირველად ეგრეთ წოდებულ მთავარანგელოზთა კუნძულზე ცხოვრობდნენ დედები, მაშინ ხალხი ასე უწოდებდა იმ ადგილს, სადაც იყო დარბაზული ტიპის ძველი ქვის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. იქ ცხოვრობდნენ დედები და როდესაც მოისურვეს აქეთ გადმოსვლა, ლოცვა-კურთხევა აიღეს მეუფე გაბრიელ ქიქოძისგან. და მნიშვნელოვანია, რომ მეუფე თავად ჩამოვიდა, მოიარა ეს ორივე ადგილი და ურჩია დედებს აქ დამკვიდრება და თვითონაც ძალიან ეხმარებოდა დედებს სავანის აღორძინებაში და ჩამოყალიბებაში და მონასტერს თავისი ხელით შედგენილი სამონასტრო წესდებას კი გადასცა. ხოლო რაც შეეხება ღირსმამა ალექსი სენაკელს, ის სავანის დაარსების პირველი დღეებიდანვე სიცოცხლის აღსასრულამდე ეხმარებოდა დედებს მონასტრის აღორძინებაში, მათი სულიერი ხელმძღვანელი იყო და მნიშვნელოვანია, რომ როგორც ღირსი მამის ცხოვრებიდან ვიცით, ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაყუდებული ბერის კაცრ მოღვაწეობას ეწეოდა და ამის მიუხედავად მას არ შეუწყვეტია თეკლათის მონასტერზე ზრუნვა. მათი სულიერი მოძღვარი იყო და ყველაფერში ეხმარებოდა დედებს. ჩვენთვის ასევე სანუგეშო და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მამა ალექსის დედა, მონაზონი ელენე და დები, მონაზვნები სოფიო და ევგენია აქ მოღვაწეობდნენ და აქ არიან დაკრძალულნი. აქ მოღვაწეობდნენ ასევე მამა ალექსის ბიძაშვილები, იღუმენია
ფავსტო და სქემონოზონი აკეპსიმა, რომელიც შემდგომში მთავარანგელოზთა სავანეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასევე ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ესე იგი მამა ალექსის ნეშტის მცირე ნაწილი ჩვენთან არის დარჩენილი, ანუ როდესაც მამა ალექსი აღესრულა 1923 წლის 31 იანვარს, მისი დასაფლავება გადაწყდა აქ იყო დაკრძალული თავიდან, მაშინ აქ დაკრძალეს და 37 წელი თეკვეთის მონასტერში იყო მისი საფლავი. მაგრამ შემდეგ 1960 წელს, როდესაც გადაწყვიტეს მისი ნეშტის გადასვენება მთავარანგელოზთა სავანეში, თეკვეთის მონასტრის დედების თხოვნით აქ დატოვეს მამა ალექსის ნეშტის მცირე ნაწილი და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეშია. ტაძარი, სადაც ახლა არის მთავარანგელოზთა სავანე, არქიტექტორი იყო კათოლიკე. აი ამ ტაძრის არქიტექტორი, რომელიც მამა ალექსის გადაგების შედეგად ის ადამიანი მართლმადიდებლობაზე მოექცა და ის იმდენად დიდი გახდა ეს სავანე, თვითონ მენჯის სავანე, თქვენ იცით რომ იქ ძალიან ბევრი მოწაფეები ყავდა წმინდა ალექსი ბერს. მე ვარ შუშანია, მამა ალექსის სამოვალი შუშანია, მეოთხე მოდგმა. 41-37 წლის მამა ჯარში წაიყვანეს და დავშით 5 შვილები. 5 შვილები, მე და ჩემი დატკუპები 2 თვის. დანარჩენი 2 წლის, 3 წლის და 4 წლის. და მამიდებმა ხელი შეგვიწყვეს და ჩვენ 2 ყველა მაგან გაზა ისა დედას დაეხმარა, მაგრამ ჩვენ 2 მე და ისა ჩემი ტკუპიცალი წამოგვიყვანეს და აქანა 2 წლის ვიყავით რომ მომიყვანეს და ეხლა ვარ 83 წლის. 81 წელია აქა ვარ. მე მინდა ერთი რომ თქვა, ყველაზე დიდი სასწაული ეს მამიდებისგან ნამდვილი ისა ნათქვამი, რაც მამიდებმა თავიანთ თვალით ნახეს მამა ალექსის სიცოცხლე. ცოცხალი რომ იყო და ისე რა სასწაული მოახდინა მამა ალექსი. ერთ-ერთი იყო ასეთი სასწაული, ღამის 3 საათზე მოვიდა 8 ყაჩაღი. და ეს მერე გავადიდეთ მეთქი, გითხარით ეს სახე თორემ უფრო პატარა იყო და ამ ყაჩაღმა ერთმა დაკრა ამ კარს ფეხი და ფეხი შეიმტრა ისა კარი შეიმტრა და განაცდა თურმე ყველაფერი და ეს 8 ყაჩაღი ეუნება ამ მამაო გვაპატიო და გამოვიდა ეს 8 ყაჩაღი კანკალებდაო მამიდა ნახა თავისი თვალით რომ ესენი კანკალებდნენ ეს 8 ყაჩაღი. ხო და რა შეაო საქმეო რა მოხდაო და რომ შეისაო განათებული იყო ოთახი, არც ლამპა ენთოო, დენი მაშინ არ იყო, არაფერიო. თვალებიდან მოდიოდაო, თვალებში ქონდაო სინათლე. ისა როგორც სინათელას ისეო და მერე დააჯინაო ეს 8 ყაჩაღიო, დიდხანს 1-5-6 საათი ელაპარაკაო და 4 მოამზადა და ათონში გაუშაო, 4 დაუჯახდაო და ასეთი დიდი სასწაულებს აკეთებდა სიცოცხლეში ვიდა. სიცოცხლის მერე კი, მაგრამ ცოცხალი იყო ისე. იცოცხლეს. გაიხარეთ. გაიხარეთ. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა ის, რომ ჩვენ მონასტერში არის უდიდესი სიწმინდე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი, რომელიც ასევე ქართული ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის დეკანოზი გიორგი ახვლედიანის მიერ არის შეწირული ამ მონასტრისთვის. მან ეს სიწმინდე 1893 წელს საბერძნეთიდან ჩამოიტანა და თეკვეთის მონასტერს შეწირა. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეს შენარჩუნებული რომ ეს სარწმუნოება, თუნდაც ეს სამონასტრო ცხოვრება, ეს ძალიან დიდად არის დაკავშირებული წმინდა ალექსი ბერთან და მის მოწაფეებთან, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან იმ დიდი სამოციქულო სულიერი მემკვიდრეები ჩვენი დიდი წინაპრების და თქვენ იცით რომ ეს ღვთისმადლით გრძელდება ეს ცხოვრება, ეს მონასტრული ცხოვრება და რა თქმა უნდა აი ამ მონასტერშიც აი ამ დედებთან ერთად კიდე მსახურობდა ძალიან ბევრი წმინდა ადამიანები, მათ შორის იყო არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია, რომელიც 40 წელი მოძრაობდა აი ამ მონასტერში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და მათ შორის იყო კიდევ რა თქმა უნდა არქიმანდრიტი შიოძიძავა, რომელიც იცით თქვენ რომ იყო კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულიერი მოძღვარი, რომელმაც ჩვენს უწმინდეს პატრიარქობა უწინასწარმეტყველა რამოდენიმე წლით ადრე. 2003 წლიდან სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო, ახლა ამჟამად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ამ ეპარქიის მღვდელმთავარია.
მან თავისი მსახურების ძირითად საქმედ, ძირითადი შრომა და დრო დაუთმო 2 წიგნის ღირსი ალექსი სენაკელი შუშანია და თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან შესწავლას და გამოცემას. პირველი მონოგრაფია მე-20 საუკუნის გამორჩეულ მოსაგრეზე მიიჩნევა ყველაზე სრულ სამეცნიერო კვლევად და ღირსი მამის ცხოვრების და მოღვაწეობის ყველა სფეროს და ასპექტს მოიცავს. მეორე მონოგრაფია თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან გვთავაზობს თეკლათის დედების და მათი ცხოვრების და მოღვაწეობის აღწერას. ასევე ნიშანდობლივია და უნდა ითქვას, რომ ეს 2 მონოგრაფია იმავე ბერული სულით არის დაწერილი, რითიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ეს გამოჩენილი სასულიერო მოღვაწეები. აი ამ წმინდა მამების მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგვეციოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ერთმანეთს ჩვენი მეუფე გააძლიეროს და ღმერთმა ჩვენი ეკლესია კიდევ ერთხელ გააძლიეროს და დალოცოს. ჩვენთანაც ღმერთი. ჩვენი სკოლა გიმნაზია ატარებს წმინდა ალექსის შუშანიას სახელს. ეს სახელი მას შემთხვევით არ დაერქვა. თვითონ სასწავლებელი დაარსდა 2010 წელს ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და ჩვენი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს ძალისხმევით. ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ინოვაციებზე და სწორედ ეს იყო 2015 წელი, როდესაც მეუფეს შევთავაზეთ ასეთი იმ დროისათვის ცოტა უცნაური გადაწყვეტილება, რომ სკოლა გიმნაზიაში ჩამოგვაყალიბებინა STEM წრე. რა თქმა უნდა, მეუფეში ამაზე დაგვთანხმდა და დავიწყეთ. ჩვენ თვითონ არ ვიცოდით შედეგი რა იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შედეგი იყო ძალიან კარგი. იმიტომ რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ჩვენმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს მილენიუმის კონკურსში და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ NASA-ს კოსმოსურ ცენტრში ერთკვირიანი საგზურით. მის შემდეგ აი ჩვენს STEM კლუბს სულ აქვს გარკვეული წარმატებები ყოველწლიურად და წელსაც ჩვენი ერთი მოსწავლე მიემგზავრება ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში. სკოლაში შეიქმნა STEM წრე, სადაც დაინტერესებული პირების მოსწავლეები ფიზიკისა, პროგრამირებისა თუ მათემატიკისა თავს იხდიან ამ წრეში და იღრმავებენ ცოდნას პრაქტიკული ფიზიკის გამოყენების თვალსაზრისით. გავიარეთ ერთკვირიანი პროგრამა NASA-ში, ჰიუსტონში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა. გავიარეთ ფიზიკისა და ასტრონომიის ერთკვირიანი კურსი, თეორიული კურსი. შევიტყვეთ ძალიან ბევრი თავად NASA-ს დიდი კომპანიის შესახებ. შეტყობინების სისტემა მისყრესაში შესწავლისთვის აი ამ პროექტის მონაწილეები ვიყავით ალექს ტრებუჩოვანი, მე, ნატია ჩეტაია, ნათია შამათავა, ლიკა კოკაია, გონცა ჩიკოვა. Amor,
ჩიპალინო ჩემი ერთადერთი მეგობარია. ბუდას ეგ არის. ბუდას ძალიან ძიმე შეხვდება. სახიფათო ცნეულია, ვინც მუდამ მეუნია.
მოდით შემოკარგებო. გაუმარჯოს. ვა, ასე? თქვენ ხალა რო ვიყავი, მეც ასე შემეძლო. ეხლა რო დავжды ვეღარ ავდგებ. გენაცვალეთ. გიყვართ თეატრი ეთქო? აი, რატო გიყვართ თეატრი? აი, რა არის თქვენთვის თეატრში ისეთი, რომელიც არ წახვალ თქვათ სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ან კალათბურთის და მოხვალ მანდამაინც რეპეტიციაზე თეატრში. ხო არ მეტყვით? ჩემთვის პირადად ფეხბურთის და კალათბურთის თამაშის დროს ისე თავისუფლად ვერ ვიფიქრობ თავს, როგორც თეატრში სცენაზე დგომის დროს. ხო. აი რა არის ასეთი, აი მე რო თქვენ ხელა ვიყავი, დავდიოდი მაშინ ერქვა პიონერთა სასახლე. ეხლა ახალგაზრდობის სასახლე ქვია. თბილისში, ხო და რაღაცა სცენა იყო, ხო პირდაპირ ხო არ მომცემდნენ როლს და რაღაც მასიური სცენა იყო. და იქ ჭიაკოკონობა იყო, ქაჯანა, ხო იცით ეს ნაწარმოები და იქ ხდებოდით ამ ვითომ ცეცხლზე იქ წითელი ნატურა იყო და უცბად ისეთი გაუგონარი მანამდე ჩემთვის, ნუ აი ასეთი მე-5 კლასში, მე-6 კლასში ვიყავ. შეგრძნება მქონდა რომ რა ბედნიერებაა, რომ ეხლა მე აქ ვდგავარ ბავშვებთან ერთად და ჭიაკოკონობას არ არის ცეცხლი და შენ გონია რომ ცეცხლს ახტები. გესმით რა არის? რომ შენ წარმოიდგენ, რომ იქ ცეცხლია და არ დავიწვაო. თან ბავშვები არიან და ისეთი სიამოვნება მივიღე ახლა შენ რომ მეუნები რომ რაღაცა სიამოვნება ხელოვნებაში თუ და ყველა საქმეში რა პროფესიისაც ახლა ყველა მსახიობი ხო არ გახდებით, რა ვიცი თუ მინდათ გახდეთ, ამას რა ჯობია, მაგრამ უნდა მიიღო სიამოვნება. თუ სიამოვნებას ვერ იღებ, ესე იგი ის შენი საქმე არ არის. იმიტომ რომ ხან წარმატება გექნება, ხან წარუმატებლობა გექნება. ესე არ არის სულ რომ აღმართ და სულ ყველაფერი კარგად მოიწყოს. ცხოვრებაში არის სირთულეები. მაგრამ როცა შენ გიყვარს ეს პროფესია, მაშინ შენ უკვე იტან ამას, რომ მე ეხლა წავაგე, შეიძლება წაგებაში იმდენი რაღაცა მიიღოს თუ შენი საქმე გიყვარს, რომ შემდეგში აუცილებლად მოიგებ. ხო, აი ხლა გიდათ ხოლმე არა თავარი როლი ითამაშო. შეიძლება არ მოგცენ თავარი როლი. შეიძლება ეპიზოდური როლი იყოს, მაგრამ შენ თუ იმას სიყვარულით გააკეთებ, დღე და ღამე იფიქრებ და იმითი იცოცხლებ იმ დღეებში, როდესაც გააქვს რეპეტიციები და სპექტაკლები, შენ ხარ ბედნიერი. ბედნიერი უნდა იყოს. თუ არა ხარ ბედნიერი, თქვით რომ ეს ჩემი საქმე არ არის. გადავალ სხვა საქმეზე. იქნებ წერლები გამოდიხართ, იქნებ პოეტები გამოდიხართ, იქნებ მხატვრები გამოდიხართ, იქნებ ექიმები, პედაგოგები, არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ რახან თეატრი გიყვარს, მეც ძალიან მიყვარს. და ძალიან მიხარია რომ თქვენ ახალგაზრდები ესე მოდიხართ და რეპეტიციობთ. მოდიხართ და სპექტაკლს თამაშობთ. რამდენ ადამიანს აბედნიერებთ. რამდენ ბავშვს ახარებთ. ხო, არა თქვენი თამაშით. ეხლა მე თქვენი სპექტაკლი ვნახე ტელევიზიით. პოლინოს თავგადასავალი, არა, ასე ქვია. ყველანი თამაშობთ იქ. აი ხლა ვინც ახართ აქ. ისე მომეწონა, ჩემო კარგებო. მე უკვე ბებერი მსახიობი უყურებდი ტელევიზიით და თვალი ვერ მოვწყვიტე. თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი კარგები ხართ. ისე ზუსტად აკეთებთ. ხლა არ ვიცი თქვენ ამას გაიგებთ თუ არა,
ერთია როდესაც თბილისშია სპექტაკლი, მეორეა როცა რაიონში. არ იყო განსხვავება, აი როგორც ქალაქში, თბილისში. აი ესეთი დონის სპექტაკლი იყო საბავშვო. და დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ამის გულისთვის. ეხლა სენაკი დიდი ტრადიციების ქალაქია. ბევრი ადამიანი აი ჩვენი რაიონიდან, სენაკიდან გახდნენ წარჩინებული. აი მარტო არნოლდ ჩიქოვავა, ენათ მეცნიერი რადღის, აკაკი ხორავა, ვისი სახელობისაც არის თქვენი თეატრი. ხო გეამაყებათ, რომ იყო ასეთი მსახიობი, აკაკი ხორავა. იცი როგორი მსახიობი იყო? მე ახლა უყვებოდი ირაკლეს და ვახოს. სამი სპექტაკლი მაქვს ნანახი. აი თქვენ ხელა რო ვიყავ, თქვენზე დიდი. ხო და რა იყო იცი? ერთი სპექტაკლი ოტელო პირდაპირ ტელევიზიით იყო გადაცემა, იქ არ მინახია თეატრში და მეორე და მესამე რღვევა იყო იმისი ახმეტელის დადგმული აღადგინეს და თანამედროვე ტრაგედია. რო გამოვიდოდა აკაკი ხორავა და დადგებოდა. რაღაცა ხიბლი ქონდა და ძალა ისეთი რომ მთელი მაყურებლები აი ესე ხოვიჯექით და აკაკი ხორავა შემოვიდა. არ უთქვამს ჯერ სიტყვა. მაგრამ ისე შემოვიდოდა. ისე დადგებოდა. ისე შეხედავდა პარტნიორს. ისე ეტყოდა სიტყვას. ისეთი ხმა ქონდა. ყველანი მომსხულები იყვნენ. რა არის? ადამიანია. თუ რაღაცა კიდევ სხვა. აი მსახიობობა ეს არის. ადამიანია. მაგრამ კიდევ რაღაც სხვა. აი ეს სხვა რა არის? თქვენი წარმოსახვა. როგორ წარმოიდგენთ ამა თუ იმ როლს? ეხლა საბავშვო სპექტაკლებს თამაშობთ, მე რომ გაიზდებით დეზდემონას ითამაშებთ, ოტელოს, ჰამლეტს, რა ვიცი. ყველა კარგს, რიჩარდს. ხო და აკაკი ხორავა გიორგი საკაძე ნანახი არა გაქვთ ფილმი? ხო გაქვთ ნანა? იქ რო პაატას თავს მოიტანენ. აი ესე გააკეთეს. ისეც სხვა რო გააკეთოს, ის ემოცია არ არის და თან კი არ შეხედა, ხელი შეყო ჯერ. ხელი რო შეყო მიხდა, რომ თავისი შვილის თავია. წარმოგიდგენიათ რა მხოლოდ ტრაგედია. დაგაინტერესათ ახლა ყველაფერმა. რამ დაგაინტერესათ ერთი მითხარით. აი ახლა მე რაც გიყვებოდით თქვენ. რომ მსახიობობა არ არის მარტო ის, რომ თქვენ ბუნებრივად აკეთებთ. კიდე რაღაც ისეთი ემოცია უნდა მიცეთ, რომ მთელი მაყურებელი შენსკენ იყოს მომართული. შეიძლება სიტყვაც არ ათქვა. ბევრი მსახიობია. აი სესილია თაყაიშვილი ხო გაგიგიათ არა დიდი მსახიობი. ან ვერიკო ანჯაფარიძე. ოთარ ანტკრივში რომ მიყვება თავისი შვილის ცხედარს, როგორი სახე აქვს. მარმარილოსში თითქოს გამოკვეთილია მისი ტრაგედია. აი ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვროთ.
აი თქვენი წინა პარი მსახიობები როგორ აკეთებენ კინოს უნდა უყუროთ შემდეგ არის სპექტაკლები ხო ტელევიზიით აჩვენებენ უნდა უყუროთ დიდ მსახიობებს აი კრამაზ შვიკვაძეა იქ გოგი გეგეჭკორია იქ კარლოს საკანდელიძე გურამ საღარაძე რა ვიცი აბა ხო გაგიგონიათ ეს მსახიობები ხო და უნდა იკითხოთ მერე თქვენ რეჟისორს შეეკითხოთ ან თქვენს უფროსებს დედებს შოვლებს ბებიებს ბაბუებს აი როგორი იყო მე იცი არტისტობა საიდან შემიყვარდა დედა ჩემი იყო თეატრალი ესე იგი უყვარდა სპექტაკლებზე სიარულის სტუდენტი რო იყო თვითონ ის იყო ქიმიის პედაგოგი ქიმიკოსი მაგრამ უყვარდა თეატრი და მიყვებოდა როგორ თამაშობდნენ უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ურელა კოსტაში ან ჰამლეტში და აი ის რომ მიყვებოდა მე ჩემ წარმოსახვაში ჩდებოდნენ აი როგორები იქნებოდნენ ისინი ხო ვერ ხედავდი მე მონაყოლიდან და მონაყოლს ძალიან დიდი ძალა აქვს მონაყოლით შეიძლება შენმა წარმოსახვამ უფრო მეტი რამ დაინახოს ვიდრე პირდაპირ რო გენახა ის სპექტაკლი არის ესეთი მომენტი ესე იგი მე თუ გამოვედი რაღაც ცოტათი განსხვავებული მსახიობი ყველაზე უფრო ამას ვაკეთებდი როცა ვიყავი ჩემს სოფელში აი ძველი სენაკის შემდეგ არის სორტა ესეთი სოფელი პატარა იქ რო დავჯდებოდი საღამოთი ყველას რო ეძინა ამბობდი ხან ტექსტებს სპექტაკლიდან ხან ლექსებს ვამუშავებდი და რატომღაც რა ხდებოდა ვერ გეტყვით მაგრამ უფრო კარგად ვგრძნობდი ამ სიტყვების მიღმა იმ ამბავს რაც იყო უფრო ემოციურად ვგრძნობდი ამიტომ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი რომ მეხმარება ის მეხმარება როგორ გავაკეთო თუ რამე შევიძლია გავაკეთო წინ მუსიკოს ვიოლინო აქვს ფორტეპიანო აქვს გობოი აქვს რაღაც უკრავენ ხო დამხმარე საშუალებაა ხატვარს პუნჯი აქვს ტილო აქვს ხატ აქვს კომპოზიტორს ნოტები აქვს და არტისტს არაფერი არ აქვს აი ესე უნდა გამოვიდეს და რომ მე შენ მიყვარხარ რო ეტყვის ეს თავის ორგანიზმმა უნდა გადმოხსნას ხედავთ რა რთულია შენახარ ინსტრუმენტი კი არაფერი გეხმარება აი შენი სულიერი სამყარო შენი წარმოსახვა კარგი რა დავიღალე რო იტყვი უნდა დაღლილი იყო მაგრამ დაღლილი რო იყო ეს ერთია მაგრამ ეს რო უნდა გადასცე მაყურებელს ამისი ტექნიკა უნდა გქონდეს ამას უნდა დაკვირვება როგორია როცა დედა იღლება დავიღალე შვილო აღარ შემიძლია მე ან ბებია ბაბუა უიმე როგორ დავიღალე უნდა იმახსოვრებდეთ რაც ხდება ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლით სპექტაკლი გასტროლები იყო ან ჩემი მონოსპექტაკლი თელ დუნიაზე ყველაზე უფრო მიყვარს ორი ადგილი თბილისი და სენაკის ჩემი პატარა სოფელი სორტა და თბილისი იმიტომ მიყვარს რომ მენატრება სოფელი და სოფელი იმიტომ მიყვარს რომ მენატრება თბილისი გესმით რა ემოციური რაღაცაა რომ ესე სოფელში ეხლა თბილისში რომ ვიყავი ერთი კვირა ჩამოვედი ვაი მე როდის ჩამოვედი და თითქოს 1-5 წელი დამაკავდა რა გავახალდა მე ეხლა გავა ერთი თვე ნახევარი
ვაიმე თბილისში როდის ახლა ჩემი სპექტაკლი როდის იქნება რომ მაყურებელს შევხვდე და მენატრება თბილისი და ბედნიერი ვარ რომ სენაკის საპატიო მოქალაქე ვარ და თბილისის საპატიო მოქალაქე თითქოს გაიგესო ეს ამბავი რომ მე ეს ორი ადგილი ყველაზე უფრო მიყვარს მთელს დუნიაზე გენაცვალეთ თქვენ ერთ პატარა ლექსი მინდა გითხრათ ახლა შოთა ნიშნიანის უთქვათ და თუნდაც ოცნებაში უფალი შეგვწეოდა ღვთის მშობელი მარიამი საქართველოს წვეოდა ორ გალოვას შევკადრებდი პირველს ბავშვებს ვამღერებდი თანაც 25 დეკემბერსა და ნანა დიდაოი ნანაც ჯერა გულის მხურვალებით სულის სიანკარეთი ჩემს პატარა საქართველოს უფრო შევაყვარებდი გიყვარდეთ თქვენი საქართველო ერთმანეთს მოусმინეთ რა მარტო თქვენ ხმას არ უსმინოთ პირველმა მეორეს მოусმინოთ და ასე შემდეგ მოიმზადეთ დაიწყე არეული რა სინქრონი არა მეტი სინქრონი რა ჩუმად თავიდან არა ადაბლებ კაცო არასწორად ღერი მარულებ უბრალოდ ზუსტად შედი მარულებ ინწობუთ მოგეთ ლაპარაკი არ იყოს სიმღერის დაწყების დროს არა ოდნავ ადაბლებ მარულებ არ ლაპარაკოთ ამ დროს დაიწყე თავიდან უშავდა ახლა შედარებით. კარგი, ახლა მეორე სიმღერა.
იავო. იავო ხარირას გარეშე გავაკეთეთ შეჯერებით. ასე ჯობია. ის ცალკე დავამუშავოთ. აბა. იწყებენ პირველები, მერე შედიან მეორეები და ბანები. დაიმახსოვრეთ ტონი. ერთი ტონი. შედარებით ჩუმად. აბა, პირველი ხმები. ბავშვებო, უფრო კარგად უნდა მომიმზადოთ, რადგან ფესტივალისთვის ვემზადებით და მეტი ყურადღება გჭირდება. ამიტომ რაც გაქვთ ჩანაწერები, უნდა მოусმინოთ კარგად. მე ყველასთვის მაქვს მიცემული ჩანაწერი თავისი ხმით. აბა, ხვალამდე. ეჯერ აღარ ვნახავ, მივდივარ მოსამგარს. აქ მინდოდა მაცხოვარი. აქ წმინდა გიორგი, მაგრამ ქვა არ გამომადგა. იშლება ქვა. ეხლა დავწოვე ასე სამუდამოდ. ეს მაცხოვრის ქვა, ეს წმინდა გიორგის. ოღონდ უმოწყველო, უსახო. სიმბოლური რა. სიმბოლიკაა ყველაფერი. აგერ მაცხოვარისთვის აქ იწყებოდა ჭერა და მასალა არ გამომადგა. მაგრამ დარჩება ასე სამუდამოდ, რათა ჯვარი ამკობს და ჯვარი ადიდებს ამ ორივე ქვას. კოლხური ოდები, რაზეც მე მუშაობ, თითქმის 40 წელზე მეტია. სტუდენტობიდან. განსაკუთრებით უდიდესი დახმარება გამიწია პაატა კორდოვანიძემ 60 ოდა დამახატია აბაშაში. ამით გადავარჩინეთ ოდები. აი ოტია იოსელიანი წერს ჩემზე კარგად.
ეს არის ეს ადამიანი მიუსწრო ყოველხურ ოდებს და გადაარჩინავ. მართლაც გადავარჩინე, იმიტომ რომ მოვადრო ესენი წაიხსნება და ამ ნახატის მიხედვით მე ისევ აღადგენს ქართველი. რუსთაველი კაცობრიობის ის უნიკალური გენია, რომლის რელიგიური გაგება და კოსმიური ცნების თლიანობა. მეგობრებო, იტალიას თუ აქვს იმის უფლება მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინც, რაფაელს უწოდოს ტიტანი, ჩვენ ქართველებს ჩვენს გვაქვს უფლება რუსთაველს უწოდოთ ტიტანი მეთქი. ტიტანია რუსთაველი. სოფლიო მნიშვნელობის, რათა რელიგიური და კოსმიური აზროვნების თლიანობაა მისი გენია. შოთა რუსთაველს აქვს ის მეობა, რაც ქართულ სამყაროშია. მე ხშირად გამოსულ ვარ ლექციების და სიტყვით და მითქვია, რომ რაში ჭირდებოდა უძველესი კოლხეთის ცივილიზაციის, იბერიის და დიდი საქართველოს თამარის საქართველოს შვილს მიბაძვა აღმოსავლეთის ვიღაცაზე. ამ დროს ადგა მე-17 საუკუნეში ვინმე მამუკა თაბაქარაშვილი და ხატავს რუსთაველს ფეხმორთმურს როგორც შახი ან ხანი ისე. და წარმოიდგინეთ და სულთა შავის და ირანელი ვიღაცა ზის და აწერია შოთა რუსთაველი. არ გეყო, რომ მისი გვარი დაკარგე, სახალი დაკარგე, საფლავი დაკარგე, ეტრატი დაკარგე. მთელი შედევრის როგორ გითხარი, ნაწარმოების კუპლეტები დაკარგე და ვიღაცებმა კი ბატონო, ნიჭიერები იყვნენ ალბათ ის თავადები, რომ თავიანთი ის შექონდათ ლექსის ნაწილები, მაგრამ ეს იყო უდიდესი დანაშაული. როგორ დანაშაული? ეხლა მე მხატვარი რო ვარ, ვიწყო პირდაპირ სოფლიოში განთქმული. მე სოფლიოში განთქმულ ხატვარმა ნიკოლას რომელიმე სურას ერთი მაზოკი რო დავათვა, ერთი მონასტრი დასახვრეტი ვარ. რას ვაკეთებ ახლა მე მინდა ქართული სული, ქართული აი ის თუ კიდე ეს კოსმიური სიგიჟე რო დევს. ყველა გენია არის კოსმიური გიჟი. მაგრამ ის გიჟი კი არა ქუჩაში რო დადის. ის სხვა გიჟია. დიდი შემოქმედი. თვითონ გოეთე წერს რომ გიჟობაზე შეხება თუ არა აქვს გენიოსი, ის არაა გენიოსიო. სენაკელები, ვენასწავლე სენაკელები არიან აი გულის ხალხი. თვითონ სენაკი არის ულამაზესი ქალაქი. წარმოიდგინეთ, ამ ქალაქს როგორც თაგორიანი, ისე ვაკის სოფლები აქვს. აი როგორი შეზავებაა გეოგრაფიული, ნახეთ, ვაკის სოფლები და მთიანი, ანუ ლაკადას უძახიან მეგობრად. და ეს ისე კარგადაა შერწყმული. და კიდევაც აქ დაიბადნენ გენიოსები, კაცო. აკაკი ხორავას მუზეუმია ეგერ ცენტრში, ოდა დგას. აკაკი ხორავაზე დიდი მსახიობი დედამიწაზე არ იყო. არნულჩიკოვა მარტო, ეს სენაკელია რამხელა ენათ მეცნიერი. კონსტანტინე გამსახურდია ძველი სენაკის სკოლიდან დაიწყო სწავლა. აქედან მიიღო მან ქართული ენა. ეს ამხელა ეს ყველაფერი ისტორია, უდიდესი ისტორია. და როცა ასეთი ისტორია აქვს რაიონს და ქალაქს, ის მოახსის ბადებს, კაი შვილებს, კაი ადამიანებს. და ეს თუ იტყვი მეგობრებო, სადაც ხელოვნება ყვაო და იქ ლამაზი ხალხი იბადებოდაო. ამიტომ ხელოვნებას მივხედოთ. ეს სახლი უკვე ფორმდება მუზეუმად, სახლ-მუზეუმად. რატომ მეგობრებო, ეს თქვენ უნდა იცოდეთ ყველამ. მე 40 წელია ვაგროვებ მეგრული ხის ნაწარმის იმას რა ქვია, ისტორიულ ნიმუშებს. ეს იქნება ნისორი, ნიგა, ჩაყვა, ქვიჯა და უამრავი რაღაც ეს მაქვს თითქმის ბევრი მაქვს.
თითქმის ბევრი მაქვს და ამას უნდა პატრონობა ეს ყველაფერი აქ გამოიფინება მე რომ მოვკვდები ხო და იქნება მუზეუმი. როცა მუზეუმი იქნება ახალგაზრდისთვის ეს არის თუ არა ჩემთვის უფრო ახალგაზრდას ეამაყებოდეს იქნება რომ ჩემს ქუჩაში მუზეუმია, სოფელში მუზეუმია. ხაბდრობამ მე ჩემო კარგო მანახა ქვეყანა თვალი გამიხილა ძალიან ძნელია ამ ქვეყანას თვალგახელილი იყო იმიტომ ადამიანი როგორც ძველი ფილოსოფოსები წერენ თითქმის ძინარეობაში ატარებს თავის ცხოვრებას გონებას ძინავს და ამ დროს ხელოვნება აღვიძებს ამ გონებას ერთ-ერთი ჩინელი ფილოსოფოსი წერს სიცოცხლე ძილია სიკვდილი გამოღვიძებაო. წარმოიდგინეთ ზამხელა ფილოსოფიაა. აი აქ ესადაგება ხელოვნება. ხელოვნება გონებას გიღვიძებს. აქ უამრავი მე ამ სახლში უამრავი ხატები და მეხატია, უამრავი პორტრეტები და ახალგაზრდებს იმას მოუწოდებ, რომ რაც შეიძლება თავის ნიჭის პატრონი იყონ. თავის ნიჭის უღალატონი, არ უღალატონ. რომ ვთქვათ, უხეშად ფანატიკოსამდე უნდა იყო შენი ხელოვნების შეყვარებული. ფანატიკოსებამდე. ისე ვერ გაიმარჯვებ. იმიტომ რომ ხელოვნება არის ურთულესი. ხელოვნება არის ისეთი კაპრიზნი, რომ ერთ პატარა რამეს უღალატებ და ხუთჯერ მეც გიღალატებს. ამიტომ ყველას მოუწოდებ, რომ უღალატონი ვიყოთ ხელოვნებასთან, შეწირული და თავდადებული. ზოგჯერ აქ ჩამოვიდები ხოლმე და ან მკითხულობ, ან წერ. თუ არა და ვისვენებ ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ ზედაქარი არ მასვენებს. სამეგრელოში ხო ბატონოს ზედაქარი. თამადა იუა ბუქსიამდა თამადა ათის გუათენთო ო და გადათი ვავდი ათი ეჩ გადათი არზას ნაკლებია თა ლებია ხო იყო თასი ლებია ყობეშია ათი სინუდებში დუდ მეუყვან საწყალოს ხონო ათენა ხვიჩადვინა მოხვალდის ვათეთ სუმ სათი ნახაი მარა გორდი დართ ვიტყოჩ იო ხეთინა უგიზუსტას საღის ნახე აბამ ჯოგო გამუტარუხუნე გარდაგო დოფშურდი ასე დოფშურდი დოფშურდიო არხოვა გოგონა ბოშებ ჭიჭე ხანს და ბაგ ხოლო ო ხაიტი ხანს დო მოლადო კარგებშვა გვინ ხოვა გოთემუ გვინო ბუგვისი აქ მუსხაჩკონ გეს გვინსი გეშვენი უგუ ახაჩკონ გეს ეშვა კარგეშვა ასე და უგუ გუათენ და გვინ გეშვა Kimi xar, kimi ertmegus, kimi. მოლა ბოშე, მოლა წყარგებს ვარ, წყარი. ხო. ჩამურა. მოლა. აუ. Kimi წყარი ეგ. ხო. ოიცადი. მოლა და კუმოიღავთ მაწყალს. Kimi ეგ მაცივარი წყარი kimi. ხო, მარი მაცივარი ჯუარი და წყურგილი წყარი ბოშე. ყურგილეს. კონდე ათაგაშა დოხოდო გასე ვარა ის. ათაკო დოხოდი თქვადო. ჭირი. გიმი ხდება მასი ვარი ის აიგა. შკუმარ და გაშ. პირველი ფიალა შომუჩი. კი ვადო. უჩაშდეში. ამუშიას უკულას ამუშის წყარტიში. ჰა. ღვინო რო ყოფილიყო უკეთესი იყო, მაგრამ ო, ღვინო ია ჯიმი. დავთრები და ვერ იმუშავებს. ღვინო თემურს პირველი. არის ხელადანა და ნამისო. არის ვერე მელჩი. არის გალაკა მუშავდა სკანალში. გეხარ, აბა, გეხარ.
ხუმოძახიას ქიმეთი არ და მოთუნ ხოიჭკდა. გეშვიდო არტკი ჯვესებული. ხემხვაიო კიდე ტყავს უგუნ. ხო. აგრად უხუჯანს. ხო, უხუჯანს ზუსტად. ხვავი ბარაქაშინარე მუჯოხო. კი ბატონო. წყალი დას. კი. მე მგონი წყალს. მინო გიჩემნია, მაგრამ ჯერ არა. ბალო. გაიზარდე დიდი. ვინ გეშვასენ უკვე ვამუშენეს. წყალი დაამსურე. ade ასე ate სიგრილეს აჯგირიე და ხემხვაიე ქო და მიჭგანო და ხემხვაიეო? ო. ვიზავა. ხო, თქვენ გოლუაფერო. ელეკი ნეგა თემურა ისოდო. ხო ჭეკა და. აი ძღება გიჭ. ორიოდა ხემხვაია ხვარიელი გოლუაფერო ბოჟე მანი გოგორლუაფულა დიშენშენ მიფსვანჯა დასდო ჭიჭე ჰიმლერზა გუსკუას მუდგაინ კედია გაჩიმო თემურადო მითორგილაფი გვარონა ხო იფრენი მოია ბადო ჭიჭე კუმუჭკუმუაფი გასინ დოშურდუ დოშურ თემური უკულ კიგუინუა ხოյო და დოშურდი ნაბეტა ვაიესო ჭირიმე თქვენ